მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ხედავთ, როგორი ჩაბნელებულია ეს ქუჩა გარეგანათების გარეშე. ამ ქუჩაზე არაერთი პრობლემაა, როგორც ასფალტის საფარი, ხალხმა დავაკოთ ასფალტის საფარიო, ასეთი იყო. რამდენიმე დღის წინ გზების დეპარტამენტის განმარტება, ასევე არის ზებრა გადასასვლელები ამ ქუჩაზე. და არ გვარდება წლების განმავლობაში ეს პრობლემები. მე გავისაუბრე ხა ამ ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს. აი ვიჩერდე ხა ამ ქუჩაზე მოქალაქე დავით დუმბაძე. სამშობლოებისა ბატონო დავით, რომ მოგუყვეთ, როგორია ცხოვრება ამ ქუჩაზე გარეგანათების გარეშე? ცხოვრება ნექში მოგესალმებით. გლეხიკასის გული არასდროს არ გაძლება რო ითქვა. მოსახლეობას უფრო მეტი უნდა მოწყობილება არის ახლა. სახელმწიფო თავრობა არ მუშაობს რომ ითქვა, მაგრამ ერთ დღეზე არ აღშენებულა ყველაფერი როგორც ითქვა. ქალაქიდან მოდის განათებები ხელვეჩავი ახლა ბოლომდე ეხლა შენდება საერთოდ. რამდენიმე წელია შენდება მგონი როგორც შენდება ახლა მაგრამ და ვერ სრულდება. ვერ სრულდება. ძალიან ძნელია ახლა. სახელმწიფოს ყველაფერი მოთხოვ მინდა ასე არა ყველაფერს ითხოვს გლეხიკასი. მაგრამ მგონი ძალიან ნორმალური მოთხოვნაა, რომ ქალაქში იყოს განათება ქუჩაზე, ხო? ახლა მანქანით შუქით რომ მიდიხარ ლიზნით ახლა განათებით ვერ მიდიხარ. უნდა ჩართო რომ იყო დალნი შუქები და ისე თქვა. დალნი ჩართო და გაჯანებები შენი შეშლება შემდეგ მანქანებს და ანუ საფრთხის შემცველია გადაადგილება ქუჩაზე, ხო? იმიტომ რომ არ არის განათება. განათება არ არის, გადასასვლელები არ არის, სვეტაფორები არ არის და რა სულ ავარიები ხდება ყველაფერი ერთად. კი, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ერთი კაცი, დაიღუპა, მანქანა დაეჯახა, ის გადადიოდა საკუთარი სახლიდან ქუჩის მეორე მხარეს, როგორც ვიცი და ამ დროს დაეჯახა მას სუბუქი ავტომანქანა, იმიტომ რომ პრინციპში ძალიან დიდი მონაკვეთია დაახლოებით 9 კილომეტრი და ამ დროს სულ 4 ზებრა გადასასვლელია, როგორც მე ვიცი ამ ქუჩაზე, ხო? და არ არის ზებრა გადასასვლელები მოწყობილი. არ არის მოწყობილი, არის განათება არის, გამშიფები არ არის. განათება ახლა გაგეთება, მაგრამ დღესდღეობით არ იქნება, მაგრამ მოსახლეობა ითხოვს ყველაფერს, უნდა საჭირო ყველაფერი გაგეთეს. რამდენი ხანია რაც ასე ხართ ამ სიბნელეში? ახლა თვითმეცილი ახლა. და განათება არასდროს არ იყო ამ პერიოდში ამ ქუჩაზე? ახლა არ არის იქით დავითი რო არის რესტორანი, რესტორანი არის ყველაფერი. იმაში ახლა რო ამობელა, უნდა დაიგოს ახალი ასფალტი უნდა დაიგოს და მოუყვებით და ყველაფერს მოგეთეს. მაგრამ ახლა მოუყვება, გადასასვლელია ყველაფერი. მაგრამ მოწყობილია ასევე განათების სისტემა, ხო? შეიძლება რომ იყოს განათება. არის არა, მოძები არის ყველაფერი დასაკეთებელია უბრალოდ საზარდარი. არის ბუძები დამონტაჟებულია, მაგრამ არ ჩაუხთავ. ეს ბუძები როდის დაამონტაჟეს? არის ხომ და რატომ არ ვთავთ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? სანამ არ მოწესრიგდა ასფალტი, რამდენი შეფარდა? როდის უნდა მოწესრიგდეს ეს ასფალტი? უნდა გაკეთდეს ეს. წელს? წელს უნდა გაკეთდეს. მოდის ქალაქიდან ბოლომდე მოდის. ეს უკვე დასრულდა ამ ასფალტის სამუშაოები, იმიტომ რომ 2023 წელს უნდა ჩაბარებოდა სამუშაოები, ეგრეთ წოდებული გუთენთრაგენის მეთოდით. 2024-ში დაგვიანდა სამუშაოების ჩაბარება. თუმცა შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ ვიცით როგორია, იმიტომ რომ არაერთ ადგილზე ამოწყდა და არ დაზიანებული როგორც ანიაღური არხები, ასევე თავად ასფალტის საფარი და ჩვენ გუშინ წინ გვითხრეს გზების დეპარტამენტში, რომ ხელახლა დაიგება ასფალტის საფარიო. ხამდები რომ უნდა დაიგოს ხელახლა. ეს სწორი მიდგომაა, სწორად იხარჯება ბიუჯეტი. უნდა ახალი პროექტის კარგია, მაგრამ ახლა თავრობა იცვლება უკვე. შეიცვალა ის პოზიციები გადავიდა, ახლა ახალი თავრობა მოვიდა, ალბათ ყველაფერი გაკეთდება. ხო, რა მთავრობაზე წასვლა მოსვლაზე იყოს დამოკიდებული ბიუჯეტის ხარჯვა? ყოველწლიურად შეიძლება რომ ასფალტი დაიგოს? პირველი კაცი რო არ არის, უკვე ჩერდება ყველაფერი. ახლა ახალი აჯარის თავრობის თავმჯდომარე არის ეს მუშაობა. იყო ადრეს ძალიან მაგარი კაცია, თქვენ ყველაფერს გააკეთეს. მაგის იმედი გვაქვს ჩვენ. ხო, ეს ხო არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. მაშინ როცა დაიხარჯა უკვე დაახლოებით 20 მილიონი, უკვე დახარჯულია ამ გზაზე. მათ შორის განათებაზე და უკვე გქონდეს თქვენ ეს კომფორტი და ეს ახალს გამოყოფენ ფულის მეტი რა გვაქვს ასე ვართ, ასე მდიდრები ვართ. ჩვენ მაგალითად დღეს ეხლაც იმართება აქცია თბილისში ბავშვების წამლებისთვის. ბავშვებისთვის წამლებს ვერ ვყიდულობთ, რომ ეს ბავშვები გადარჩენოთ. ჩვენ ამ დროს ეს ფული ასე უნდა ვხარჯოთ და ასე გამოვიყენოთ, რომ წელიწადს გამოიყენოს ვიღაცამ გააკეთოს ასფალტი, მეორე დღეს გამოიჩნდეს რომ ასფალტი თურმე უვარგისია და მესამე დღეს გითხრა სახელმწიფო რომ მოდი მე ახლა ახალ ასფალტს დავაკეთებ. ეს სწორია ამ დროს? ეს ასე მოდის, ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის.
კარგი, დიდი მადლობა რომ დაგვიწმეთ დრო. ეს ერთ-ერთი მოქალაქე იყო, რომელიც ცხოვრობს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ეხლა ვეცები გაჩვენეთ ქუჩამ. აი ეს მდგომარეობაა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ეს ტერიტორია ეკუთვნის ბათუმს, ბათუმის ნაწილია. მაგრამ როგორც ხედავთ, არის ჩაბნელებული ეს ქუჩა. არის უკვე მოწყობილი ელექტროგანათების ბოძები, როგორც მოქალაქემ გითხრა, მაგრამ თავგანათების სისტემა არ ჩაურთავთ. აი თქვენ ხედავთ, რომ ერთ ნაწილში დაახლოებით 20 წლების დასახლების ტერიტორიამდე არის გარეგანათება. ეს არის ის ტერიტორია, სადაც ეგრეთ წოდებული 20 წლების დასახლება, 20 წლების დასახლების ტერიტორია. და მას შემდეგ აქეთ ნაწილში, სადაც გრძელდება ფრიდონ ხალვაშის გამზირი. გარეგანათება არ არის, არც ტროტუარია მოწყობილი, აი თქვენ ხედავთ როგორია. როგორია ტროტუარი. როგორც ქუჩის ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. როგორც მოყვებოდა ჩვენ ახალ ამ ქუჩაზე ცხოვრები მოქალაქე, საფრთხის შემცველია გადაადგილება სიბნელეში, როგორც ქვეითისთვის. ფაქტობრივად აქ შემოდის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის განათება. თორემ სხვა განათება პრაქტიკულად აქ არ არის. მოგესალმებით, შეიძლება ერთი თვით აქ განათების პრობლემაზე რო გვითხრათ. ბოდიში შეიძლება რომ გაგესაუბროთ? გამარჯობა. რო გაგესაუბროთ განათების პრობლემაზე. განათების პრობლემაზე ქუჩის. არ გაწუხეთ? როგორ? არა, პირდაპირ ბათუმის ნაწილია ეს, ბათუმია. არა, არ არის პრობლემა განათება? არ არის პრობლემა განათება? სადაა განათება? ხოდა რომ არ არის მაგას გეკითხებით, რომ თუ გაწუხებთ ეს პრობლემა? აქაური არ ვარ მოდერას. ასეთია მოქალაქეების ნაწილის განწყობები. მოქალაქეები, რომელთაც სრულიად სიბნელეში უწევთ გადაადგილება. აი ასეთ გარემოში. აი პრაქტიკულად არ არის ტროტუარი, არ ვიცი რამდენად ჩანს პირდაპირ ეთერში, მხოლოდ მანქანის განათების შუქი შემოდის, ასევე სავაჭრო ობიექტების განათება. აქვე ახლოს არის ავტობანი, არ ვიცი რამდენად აღიქმება ეკრანზე, ავტობანი განათებულია. მაგრამ თავად ბათუმის მონაკვეთი, ანუ ქუჩა, რომელიც ეკუთვნის ბათუმს, ფრიდონ ხალვაშის გამზირი. განათებული არ არის. მოდი გავისაუბროთ აბა ვულკანიზაციაში მოქალაქეს თუ დაგველაპარაკება. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ განათების პრობლემაზე, რამდენად გაწუხებთ ეს პრობლემა, რომ არ არის განათება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე? მარტო აქ არა განათება თუ მარტო აქ რომ იყოს პრობლემა კი? კიდევ სად? ხო, თუმცა ეს ქალაქის ნაწილია, ხო, ბათუმია, ფრიდონ ხალვაშის გამზირი და არ არის. მარტო არ ბაზუში ეს როებში განათება უნდა იყოს. ბავშვები თამაშობენ საგამოძიებელად. თქვენ აქვე ცხოვრობთ თუ მუშაობთ უბრალოდ?
აქ არასდროს არ იყო გარეგანათება ამ ნაწილში. ახლა ისიც ის მაგისტრალი როცა გაკეთდა ის ბოძები აიღეს და ეხლა სავარაუდოდ გააკეთებინა მაგრამ ეს ბოძები მოაწყვეს ხო ნაწილობრივ ელექტროგანათების ბოძები. ანუ მაგისტრალის შემდეგ მონაკვეთში ხო? მაგისტრალზეც არის. მაგისტრალი განათებულია, კი. ეს ბოძები როდის მოეწყოს თვითონ სისტემა გარეგანათების? მე გარეგანათების ბოძები ანუ რამდენიმე წელია. მაგრამ არ ჩაურთავთ განათება. არის ზემოთ ჩართულია, ზოგადად დადაზე. ანუ ჩართულია მაგისტრალზე, ქალაქში არა, ამ ქუჩაზე არ არის განათება. არის ზოგან არის, ხო. სასრულებელი. ნუ ამ ქუჩაზე რა შეგიძლიათ რომ გითხრათ ასევე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, დაახლოებით 20 მილიონი ლარი 2023 წელს, ასევე გაჭიანურდა ეს სამუშაოები, მაგრამ როგორც გავიგეთ, დაზიანდა მალევე ასფალტის საფარი, რომელიც დააგეს, ასევე სანიაღვრე არხები. მალევე გამოჩნდა, რომ იყო დაზიანებული, ხელახლაც მოუწია გზის გარკვეული მონაკვეთების დაგება იმ კომპანიას, რომელმაც შეასრულა სამუშაოები, ხო? და ახლა გითხრათ გზების დეპარტამენტში, რომ ხელახლა გაკეთდება, დაიგება ასფალტის საფარი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის? თქვენ პასუხეთ, თქვენ კითხვის არა, თქვენთვის ვინც არ გაკეთებულა კარგად ესე იგი რომ ხადის უნდა გაიხარჯა ფული და არის ხო გაკეთდა ასე ზებრა გადასასვლელები არ არის მოწყობ. არა იმიტომ რომ უწყვეტი გახდა არა, სადაც არ არის და არის წყვეტილი, იქაც არ არის ზებრა გადასასვლელი, ხო? არა, ვაფშე არ სადაა. ვაფშე არ სადაა. როგორ ეს ამბობთ? ბოდიში? სადმე მიხით გადასვლა, ვიდრე ზებრა გადასასვლელი არა. ვაფშე არა. ქოვიდა დაწყებული ზევით დამთავრებდა ეს. ეს საფორები სადაცაა სოფორებთან? სვეტაფორებთან კი, მაგრამ ახლა ხელა დასახლება უკვე ახონდა და მეორე მხარეს ადამიანს გადასვლა არა გადასვლა. დაახლოებით 7 კილომეტრია, როგორც ვიცი, მთლიანად მონაკვეთი ფრიდონ ხალვაშის გამზირის, ხო, საღამოშიდობისა. შეიძლება რომ გაგესაუბროთ, მე ჟურნალისტი ვარ ბათუმელებიდან, ამ ქუჩის პრობლემაზე გვაინტერესებდა, გარეგანათება, ასევე ასფალტის საფარი, სანიაღვრე არხები, რომელიც არის პრობლემა. ხელახლა დავაგებთ ასფალტის საფარზე და გაწუხებთ ის რომ არ არის განათებული ეს ქუჩა. განათებული რო არის ნამდვილად კონცეფტს. ძირითადად ხომაში. ხო. სანაცვლია. მხედველობის არეალი არის სანაცვლია. ეს არის პრობლემა როგორც ქვეითისთვის, ასევე ვინც მანქანად გადაადგილდება, ხო? უკავშირდება ეს ავარიებს, ძალიან ხშირია ავარიები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, როგორც ვიცი. ისიც უფრო ხდება რა, დაუდევრობა რაღაცა დისტანცია მანქანებს შორის რა. ამ როცა ვთქვათ იგივე არ არის ზებრა გადასასვლელი, ამ დროს აქ ზებრა გადასასვლელი არის სვეტაფორების ქვემოთ. ზემოთ ვაფშე. ხო. რამდენიმე ზებრა გადასასვლელია? მე როგორც ვიცი 4 ზებრა გადასასვლელია, სულ 7 კილომეტრიანი. ოღონდ ქვემოთ, ზემოთ არა. ხო, ამ თელს ამ მონაკვეთზე, თელს ამ პერიმეტრზე ზებრა გადასასვლელი არ არის, ხო? და ამ დროს არის დასახლებული პუნქტი, აქ ცხოვრობენ ადამიანები და არის საფრთხის შემცველი ეს გარემო, ხო? თვითონ ის როცა დაეჯახა მოქალაქეს ავტომანქანა ეს სად მოხდა ეს თუ იცით ეს ამბავი? ქვემოთ მოხდა თუ არ ვცდები ის დავითი რომ გადაკეთდა ის რა სხვა სახელი აქვს სარიტუალო დარბაზი ხო? სარიტუალო დარბაზი საცხა მან ნახო ზუსტად არ ვიცი. აგერ ზევით მოხდა ის გადასასვლელი არის. ხო. შიო ქვია მაგას მაგის წინ მოხდა. ანუ მაღაზიასთან გადმოდიოდა მოქალაქე, ხო? თავისი სახლიდან. კი, ძალიან ბევრი არის მოხდა მაგის. რომ გადასასვლელი არა. ხო. ეს ქმნის საავარიო სიტუაციას და პირდაპირ საფრთხის ქვეშ არის ადამიანის სიცოცხლე. ანუ ვერც მძღოლი არ ითქვამს რომ ადამიანი გადადის, შუქიც არა, ვერ ხედავს. და მისი პროცედურა უარი. რას ფიქრობ ბიუჯეტის აი ამგვარ ხარჯვაზე, როცა დაიხარჯა ფული აი 20 მილიონი და ლაპარაკი ამ კომპანიას, რომელიც ამხილეს შეიძლება ასე თქვა ჟურნალისტებმა იგივე გუთენტრაქენის მეთოდით მუშაობდა, ხო? ეს ის კომპანია, რომელიც თბილისში მუშაობდა და აი გესწრებით ბექაპორშიას ნამუშევარი, ხო? კომპანია, რომელიც დაგებული ასფალტი მალევე აღმოჩნდა, რომ იყო უვარგისი. აქაც ამ ქუჩაზეც მოუხდა იგივე კომპანიას, რამდენიმე მონაკვეთზე ხელახლა ასფალტის საფარის დაგება. რავი, ყველა მძღოლები ვარ, ვისაც ვხედავთ და ხშირად ავტობანზე ასასვლელია თუ სადმე აქ მაგისტრალზე ამ გზაზე ჩასაყარებული უკვე მაგარია მებია. კაცმა ფეხით ჩავარდა რაღაცა სიტყვის გვეჭვენ. აგერ თუნდაც აგერ კოვითაა ფაქტი. და რავი, ზევითაცაა ძალიან ბევრი. ავტობანზე იამა. ხო და ეს ახლა მაგარით ეხავს ავტობანზე მიდიხარ და ემარხება თან
კი, იხარჯება ბიუჯეტის ფული, იხარჯება მილიონები და ამ დროს მილიონი ახლა რა ჯიდება ხნაგდად მე არ ვიცი ახლა აგერ მუშაობ და მაგდენი გათვლები მე არ მაქვს მაგრამ მაგრამ ამაში ჩვენი ფული ხარჯება ხო თქვენი გადასახადები ჩვენი გადასახადები თითოეული მოქალაქის არის ეს ბიუჯეტი вообще მაგარი ავტობანზე რომ იამა დაგხვდეს вообще მაგარი ეს უკვე ზაცავლი ეს ანუ ორმოები თქვა დაზიანება ქუჩაზე რამდენი ხანია რაც არის იმიტომ რომ სამუშაოები დასრულდა დაახლოებით 2024 წელს ანუ 2 წელიც კი არ არის გასული რაც დასრულებული არის კომპიუტერები დაიწყო სუსტად მასე იყო ავტობანზე აუდიოდი და კიდე რაღაც ბუგაროკები ავტობანიო და გადაბმებში რაღაცა ნახტომებს აკეთებდი და რაც დაშვებული სიჩქარე ეს ავტობანზე თვითონ ეს ავტობანი თუნდაც ავტობანი მაგრამ აქ თვითონ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არის ყველგანა ეს ისეთ ადგილას ახალგო ისეთ ორგანიზაციაში მუშაობ ახალ ხმობოდისა ხალხი ანუ ყველა იძახის მაგას რომ ანუ ხან ავტობანზე ჩავარდა ხან მოსასვლელში ჩავარდა ხან სანიაღური არხში ჩავარდა და რავი ანუ ხშირად ზიანდება ესე იგი ავტომანქანები იმის გამო რომ გზები არ გაუმართავთ ხო და ლაპარაკი ახლად გარემონტებულ ახალ რეაბილიტირებულ გზებზე რაშიც დავხარჯეთ მილიონები გინდაც ეს ახალგარემონტებული გზა და გინდაც ისე ბათუმში εμάς აძებნი არა ყველგან აბსოლუტურად ხალხი ეს ქუჩა ბევრისთვის არის რაღაცა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმიტომ რომ გამორჩეული იყო წლების განმავლობაში ძალიან დიდი საცობებით ხელვაჩაურის გზა მქონე ყველა მიცის საცობები მე რემონტდებოდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში გამოიყო ამისთვის მილიონები თან ახლახანს დასრულდა სამუშაოები და ახლა გოგნებიან გზების დეპარტამენტში რომ ახალი ასფალტის საფარი უნდა დავაგოთ რავი ეს იქნება უბედურება კიდე ახალად თობის კეთება უწევ ხომ ჩვენ ვკითხეთ ზებრა გადასასვლელები რატომ არ ხაზავენ და არ აწყობენ ზებრა გადასასვლელები ფიზიკურად კი უწყვეტია რაღაცა მოგვიანება არ შეიძლება და თავისი ადგილები აქვს უნდა მოტრიალების მოხანება აი ახ ზოგიერთ შემთხვევაში კაია რომ საცობი არ იქნება თქვა ისე არასწორად ადამიანი არ გადაუყურს და მოტრიალდება ზოგიერთ ადგილას ძალიან ბევრი ადგილია შუქნიშანიც უნდა იყოს და გადასასვლელიც იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი და ცხოვრობს და იქიდან ცხოვრობს ფიზიკურად ახლა სამსახურიდან მოდის ადამიანი და სახლში მისვლა რომ უნდა დაეჩქარება არ უნდა რეალდებოდეს მაგალითად 5 კილომეტრი წები ხო ანუ არა ყოფილია რა 5 კილომეტრი ახლა უეჭველი და არ ღვევს ადამიანი და ეხეთ გამოვა არა პატრული შევიდა და ამ დროს ზებრას გარეშე გადადიან ადამიანები ერთი მხრიდან მეორე მხარეს ხო განსაკუთრებით ბავშვები და ბავშვები მით უმეტეს სკოლიდან რომ ჩამოყავთ ხარ რაღაცა იქით ხალხო ხელით მოყავთ და მიაკითხა ბავშვი მოიყვანა მარშრუტით მოვიდა რახანას ახლა საიდან უნდა 5 კილომეტრს ბავშვი ფეხით ვერ მოატრია ანუ სადმე ერთ ადგილას მაინც არის ვეთახოვები ხო შეიძლება მაგათ თუნდაც აგერ ახლოში ჩვენ ხო ძალიან ბევრია და ეს სიბნელეში გადაადგილება ალბათ საფრთხის შემცველია როგორც ქვეითისთვის ვინც ახლა მოძრაობს ტროტუარიც არ არის ჯერ ერთი მოწყობილი ხო სადაა ტროტუარი და საფრთხის შემცველია თავად ვინც მანქანით მოძრაობს ასევე ხო მძღოლები რავი ყველი ასთვის საფრთხის შემცველია ეს სიბნელები თუ ამაში ახლა ისე ხილვადობა ისეც არა ანუ მანქანები მიდიხარ ახლა შენ დაშვებული სიჩქარე და ვიღაცა წირო გადმოგიხდეს უკვე ან სკოლია დამნაშავე ქვეითი არავინ არ დამნაშავე აქ უნდა იყოს განათება უნდა მოწესრიგდეს ქუჩები შუქნიშნები უნდა დაიგას ზებრა გადასასვლელების რომ იყოს ჩვეულებრივი ქალაქია უკვე ხო ანუ ზევით უკვე ინდონეზიავი და ეს ხელვაჩაური ინდონეზიაში შევიდა ანუ ხელვაჩაურის ბათუმია ჩვეულებრივი კი ნუ ეს პანკოთი არის წლების განმავლობაში ბათუმის ნაწილი ჩვეულებრივი ქალაქია კი ან არის ავტობანი მაგრამ იმის სამიხოდე ანუ ხო უნდა მოწესრიგდეს არა ისე როგორც საჭიროა მოწესრიგება. რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? ვერ ხედავს საოცნების მთავრობა ამ ყველაფერს? რატომ? მაგას მე ვერ არის. ვერ ხედავს რა ვე? ან ვერ იცლის. ვერ მოწოდას უფრო მე დავარ. არ ხედავს. რა ინტერესებს. რა ვიცი რა გიქ. მადლობა. თქვენი სახელი და გვარი? დავით კაბიც. მადლობა. თქვენს რო გუჩვენთ თქვენი ნაობა? ჩემი სახელი და გვარი გითხრათ? მარად დვალიც. მადლობა. მელის დვალიძე. და თქვენი? თქვენი? მელის დვალიძე. მელისი და თქვენი? მარად დვალიძე. ძმები ხართ. დიდი მადლობა და მადლობა რომ დაგუთმეთ რომ გაიხარეთ. თქვენც ასევე. მოგა ჩვენ ვისაუბრეთ მოქალაქეებს, რომლებიც აი აქ მუშაობენ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ვულკანიზაციაში. გარეთ კი სიბნელეა. აი ხედავთ რა მდგომარეობაა ბათუმში ერთ-ერთ ქუჩაზე ეს არის ფრიდონ ხალვაშის გამზირი
ამ გარემოში უხდებათ ცხოვრება მოქალაქეებს, როგორც ისინი გვიხსნიან, ეს არის საფრთხის შემცველი, როგორც ქვეითებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ტროტუარზეც, ტროტუარიც პირობითია, ნახეთ რა შეიძლება ეწოდეს ტროტუარი. ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის შემცველი. და ასევე საფრთხის შემცველია ავტომანქანების გადაადგილებისთვის. აქეთ მოჩანს უკვე ავტობანი. ავტობანზე არის განათება. მაგრამ თავად მკვიდრ ხალხის გამზირზე მოგეთხოვების ქალაქის დასახლების შემდეგ ნაწილში და ასევე მას შემდეგ რაც გაივლით აი ამ ხიდს, სადაც არის ასასვლელი ავტობანზე, ამის შემდეგ ნაწილშიც არ დაგხვდებათ გარე განათება. აქ რამდენიმე დღის წინ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, დაიღუპა დაახლოებით 70 წლის კაცი. ის გადადიოდა ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს, სახლიდან გადადიოდა მაღაზიაში და ამ დროს დაიჯახა მსუბუქი ავტომანქანა. ადგილი, სადაც ეს მოხდა, არ იყო ზებრა გადასასვლელი. ჩვენ დავკავშირდით 2 დღის წინ გზების დეპარტამენტს და ვკითხეთ თუ რატომ არ ეწყობა ზებრა გადასასვლელები, მაგრამ მივიღეთ პასუხი, რომ ზებრა გადასასვლელები მოეწყობა მას შემდეგ, როცა დაიგება ასფალტის ახალი საფარი მკვიდრ-ხალვაშის გამზირზე. მე აქ გეტყვით ციფრებს თუ რა დაიხარჯა მკვიდრ-ხალვაშის გამზირზე. ორ 2024 წელს დასრულდა აქ სამუშაოები. თუმცა ეს სამუშაოები არ იყო იმ მონაკოეთში, სადაც ახლა ჩვენ ვართ. ეს იყო ცოტა უფრო ქვედა მონაკოეთში. დაახლოებით ოცნების ქალაქის დასახლებამდე, მაგრამ ჩვენ ახლა აქ ვართ, იმიტომ რომ გაჩვენოთ, რომ ამ ქუჩაზე გარე განათების პრობლემაც არსებობს. მკვიდრ-ხალვაშის გამზირი ბათუმი ახალციხის გზის ნაწილია. ბათუმელები 2023 წლის დეკემბერში წერდა, რომ ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის ბათუმი ახალციხის გზის დასაწყისი რეაბილიტაციაზე 22 მილიონი ლარი გამოაცხადა ტენდერი. ხელშეკრულება კი გაფორმდა შპს RTD-სთან 19 მილიონ 399,000 ლარზე. ან დაახლოებით 20 მილიონი დაიხარჯა ამ გზის რეაბილიტაციაზე. მე შეგახსენებთ, რომ შპს RTD ის კომპანია, რომელიც თბილისში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ამ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით გაითქვა სახელი ამ კომპანიამ, კონკრეტულად კი ჟურნალისტ ბექა ყორშიას ჟურნალისტური ნამუშევრით გუთენ ტრაკენის მეთოდზე. გზების დეპარტამენტში გითხრეს, რომ ამ ქუჩაზე მკვიდრ-ხალვაშის გამზირზე ხელახლა დაეგება ასფალტის საფარი. მე შეგახსენებთ, რომ ასფალტის საფარი დაეგო და ამ ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა 2024 წელს. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. ეს ტურე ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯირიდან, ერთ გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის.